Online სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად დამოკიდებულ პირთა სიაში დღეს არსებული მონაცემებით ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 26655 ფიზიკური პირი, აქედან უმრავლესობა 26597 პირადი განაცხადით. მოსამართლის ბრძანების საფუძველზე კი მხოლოდ 58 პირია რეგისტრირებული. დღეს სწორედ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა თვით შეზღუდვაზე ვისაუბრებს სტუმართან ერთად. პროცედურა გამარტივდა და საინტერესოა როგორ. ჩვენი სტუმარია შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა განათლებისა და სერვისების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი თეონა ციმაკურიძე. მოგესალმებით თეონა და მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თემის დაინტერესებისთვის. თეონა, ერთ კონტექსტში რომ განვიხილოთ გამარტივებას და თვითონ ამ მექანიზმის რაობაც, როგორ მუშაობს და როგორ იყო ვთქვათ აქამდე და რა გამარტივდა ახლა განსაკუთრებით მათთვის, ვინც როგორც ვნახეთ სტატისტიკის მიხედვითაც საკმაოდ აქტიურად მიმართავს თვითშეზღუდვის მექანიზმს. მოგახსენებთ, ესე იგი დამოკიდებულ პირთა სიაში საქართველოს მოქალაქე შეუძლია რა თქმა უნდა ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეიტანოს თავისი მონაცემები და ამით შეზღუდოს თავისი უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს აზარტულ და მომგებიან თამაშობებში. ეს უფლება რა თქმა უნდა აქამდეც ჰქონდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელიც მიმართული იყო ლუდომანიის წინააღმდეგ, კანონში გახორციელდა არაერთი ცვლილება, რომლითაც თქვათ განისაზღვრა აკრძალულდა დამოკიდებულ პირთა წრე და ეს დამოკიდებული პირები არიან ზუსტად ის პირები, ვინც თვითშეზღუდვით, ანუ განცხადების საფუძველზე მომართავენ შემოსავლების სამსახურს, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება მათი შეზღუდვა აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე. აქამდეც ეს უფლება მათ გააჩნდათ და შეეძლოთ თქვათ ელექტრონულად ავტორიზირებული მომხმარებლის გვერდიდან განცხადება წარმოედგინათ, ანუ გადასახადის გადამხდელის პორტალიდან, ასევე მათ შეეძლოთ თქვათ სერვის ცენტრში ვიზიტით ეს უფლება განახორციელებინათ განცხადების წარდგენით ოპერატორთან, თუმცა ვაცნობიერებთ რა რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესის გამარტივება ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ შემოსავლების სამსახურის ძირითადი სამიზნე აუდიტორია არის მაინც გადასახადის გადამხდელი პირები და ჩვენი სერვისების მიწოდების მთავარი არხი ავტორიზირებული მომხმარებლის გვერდი უფრო მეტად მორგებულია ზუსტად ასეთ პირებზე, გადასახადის გადამხდელებზე და ეს პროცესი, რომელიც მოქალაქეებისთვის უფრო მეტად მარტივი უნდა ყოფილიყო, გაცნობიერებული ჰქონდა. და შესაბამისად შევქმნით ახალი სერვისი, რომელიც ღიად RSG-დან ღია სერვისის საშუალებით სერვისების არეში შეუძლია დაინტერესებულ პირს იპოვოს ეს დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრაციის სერვისი და 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, მხოლოდ ინტერნეტთან წვდომის და ვიდეო კამერის მქონე სმარტფონის ან ტელეფონის საშუალებით დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას, რომ გაიაროს ვიდეო იდენტიფიკაცია, სახის ამოცნობა ხდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მას უნდა ჰქონდეს აუცილებლად ვალიდური პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მონაცემების შედარება ხორციელდება სამოქალაქო რეესტრის ბაზასთან და როდესაც პირი იდენტიფიცირდება, რომ ნამდვილად ის პირია, ვინც ახორციელებს მომართვას, ხდება პირის რეგისტრაცია დამოკიდებულ პირთა სიის ბაზაში და შესაბამისად SMS-ის სახით ეგზავნება ამ პირს ინფორმაცია, რომ თქვენ დარეგისტრირებული ხართ და უკვე შეეზღუდება უფლება ყველანაირი მომგებიანი და აზარტული თამაშობებში მონაწილეობისთვის ამ პირს. ეთეონა, თქვენ აღნიშნეთ ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ეს გამარტივება, ტექნოლოგიები ვითარდება და ყოველთვის ჩნდება ხოლმე პარალელურად შეკითხვა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად პირადი მონაცემების და უსაფრთხოების დაცულობის. ამ შემთხვევაში როგორ არის საქმე? მინდა სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ ზოგადად შემოსავლების სამსახურში მოქალაქის და არა მარტო მოქალაქის პირადი ინფორმაცია და პირადი მონაცემები არის სრულიად დაცული. ეს ინფორმაცია დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო პრაქტიკებისა და GDPR-ის პრინციპების შესაბამისად, რა თქმა უნდა, და აი ამ ინფორმაციის დამოკიდებულ პირთა სიაში მყოფი პირების შესახებ ინფორმაციის გადაცემა, რა თქმა უნდა, არ ხდება მესამე პირებზე. ამ ინფორმაციის გაუმყენებელი სუბიექტები არიან მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სუბიექტები და მხოლოდ ამ კონკრეტული მიზნებისთვის და არანაირი სხვა მიზნებისთვის. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ საჯაროდ და ხმამაღლა ვთქვა, რომ ნებისმიერი პირის მომართვა და ნებისმიერი პირის შემდგომ აი 5 წლის განმავლობაში რეგისტრაცია, ანუ 5 წელი რეგისტრირდება დამოკიდებულ პირთა სიაში პირი და ამ 5 წლის განმავლობაში ეზღუდება მას უფლება, რომ ითამაშოს, ვთქვათ, ნებისმიერი აზარტული ან მომგებიანი თამაშობა. ეს ინფორმაცია არის სრულიად კონფიდენციალური და არ ხდება ამის გადაცემა მესამე პირებზე.
და 5 წლის მერე ისე უნდა გამეორდეს, თუ ჯერჯერობით ასეთი ჩანაწერი არის. დიახ, ნახეთ როგორ არის არსებობს წესი, რომელიც განსაზღვრავს პირის რეგისტრაციას და გაგრძელებას. 5 წლის განმავლობაში, როდესაც პირი ვერ თამაშობს, ანუ არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, ამ სიიდან მისი ამოღება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით და ისიც არაუადრეს 3 წლისა, ანუ ძალიან მკაცრია აქ შემთხვევაში და ძალიან მკაცრი ნება უნდა ქონდეს პირს, რომ ნამდვილად განაცხადოს სურვილი ამ თვითშეზღუდვის დაწესების, ხო? შემდგომ უკვე, როდესაც 5 წელი გავა, ხდება უკვე განცხადების განახლება და ახლიდან განახლება მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში. იგივე პრინციპით, ანუ თვითშეზღუდვა შეუძლია და სხვასაც შეუძლია რომ იმართოს სასამართლოს გადაწყვეტილებით. ათეულ ასევე მინდა გკითხოთ, აი ესე ამ გამარტივებულ პროცედურას რომ დაუბრუნდეთ, თქვენი შეფასებით ან დაკვირვება რას გაჩვენებთ? აი ეს გამარტივებული პროცედურა, ეხა თქვათ რა აქცევას გამოიწვევს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირებში. შეიძლება თუ არა ის სტატისტიკური მონაცემები, ან ის დინამიკა, როგორც ხდება თვითშეზღუდვის განხორციელება, უფრო გაიზარდოს ან დაჩქარდეს, ან უფრო აქტიური გახდეს. ძალიან საინტერესო კითხვაა. დღეს მდგომარეობით, ანუ დაახლოებით 3 წელია უკვე ეს პროცესი მიმდინარეობს, დაახლოებით 27,000-მდე პირია რეგისტრირებული აღნიშნულ სიაში. ეს განახლებული სერვისი ჩვენ რამდენიმე დღეა რაც ფუნქციონალურად გავუშვით, ეს არის 6 მაისი მიმდინარე წლის და შესაბამისად ამ პერიოდში, ამ მოკლე პერიოდში უკვე 130-მდე პირია მხოლოდ ამ გამარტივებული პროცესით რეგისტრირებული, რაც კიდევ ერთხელ უსვევს ხაზს, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ვიფიქრეთ ამ სერვისის მოქალაქეებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომ და უფრო მეტად მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით მიწოდებასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა თეონა საინტერესო ინფორმაციისთვის, მიმოხილვისთვის და თქვენგან ბევრ სიახლეს ველოდებით. ასევე დავაკვირდებით როგორ იმუშავებს ახლა სულ რამდენიმე დღის განმავლობაში თუ ასეთი მონაცემებია, საინტერესოა რა დინამიკა იქნება ცოტა ხანში. ჩვენი სტუმარი იყო შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა განათლებისა და სერვისების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი თეონა ციმაგურიძე.